დღეს მინდა საზოგადოებას გავაცნო ინფორმაცია იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის მორიგი მნიშვნელოვანი გაფართოების თაობაზე. საქმე ამჯერად ეხება ცისტური ფიბროზის ან მუკოვისციდოზის იშვიათი გენეტიკური ამ ძალიან ვერაგი და მძიმე დაავადების მართვას. ეს არის გენის მუტაციით გამოწვეული სერიოზული დაავადება, რომელიც ორგანიზმში იწვევს სქელი წებოვანი ლორწოს წარმოქმნას, დაავადება უპირველესად მძიმედ აზიანებს სასუნთქ სისტემას, იწვევს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებას და იწვევს ფილტვების ფუნქციის პროგრესულ გაუარესებას, მათ შორის სუნთქვის უკმარისობას. დაავადება ასევე აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, პანკრეასს და სხვა ორგანოებს. დაავადება ზემოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებასაც იწვევს და ეს უკიდურესად მძიმედ წარმოჩინდება ბავშვებში. ამიტომ უპირველესად მშობლებთან სახელმწიფოს წარმატებული თანამშრომლობის შედეგად ცისტური ფიბროზის მკურნალობისთვის განკუთვნილი დღეისათვის ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტის სახელმწიფოს მიერ შეძენის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. სახელმწიფოსა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კომპანია Vertex-თან, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შეიძენს ეგრეთ წოდებულ გენ მოდულატორს სახელწოდებით ტრიკაფტა. მინდა აქვე დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს მთავრობას და პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ გადაწყვეტილებისთვის და საკუთრივ პროცესის მთლიანად მხარდაჭერისთვის. საქართველო იქნება არც თუ ისე ბევრ სახელმწიფოს შორის, რომლებსაც საკუთარ სახელმწიფო პროგრამაში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ექნება დანერგილი ეს ძვირადღირებული მედიკამენტი. ეს მედიკამენტი ავტორიზებულია ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის, ეგრეთ წოდებული FDA-ს და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს, ეგრეთ წოდებული EMA-ს მიერ 2 წლის უფროსი ასაკის შესაბამისი მგრძნობიარე მუტაციის მქონე პაციენტებისთვის. ინოვაციური თერაპია პირდაპირ მოქმედებს დაავადების გამომწვევ გენეტიკურ დეფექტზე და პაციენტებში მნიშვნელოვნად ზრდის ფილტვების ფუნქციის მაჩვენებლებს. მკურნალობა ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს პულმონოლოგიურ გამწვავებების სიხშირეს და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას. რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების მიხედვით აღნიშნული შემცირება საერთო ჯამში 76%-ს აღწევს, რაც დადასტურებულია უდაოდ არა მხოლოდ კვლევებით, არამედ კლინიკური პრაქტიკით და შესაბამისი მტკიცებულებებით. დღეიდან, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მუშაობა მედიკამენტის დასანერგად, რასაც გავაგრძელებთ კვლავ მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით და რეალურად სექტემბერში დავიწყებთ მედიკამენტების მიწოდების პროცესს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო მშობლებს ჩართულობისთვის, თანამშრომლობისთვის, მათ შორის გასული წლის მიწურულს ამ დაავადების მართვის პროგრამის გაფართოების წინა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით წარმართვისთვის. ამ რთული პროცესის ერთად გავლისთვის მათ მადლობა, გამძლეობისა და მოთმინებისთვის. ყველაფერი ეს გადამწყვეტი იყო დღევანდელი წარმატების მიღწევისთვის. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის, ბევრი ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი, სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის, რასაც ყველას უსურვებ კიდეც. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.